სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს აღესრულება ხსენება ყოველთა წმინდათა. ეს დღე, ეს კვირა მომდევნოა სულთმოფენობისა და მანიშნებელია იმისა, რომ ხვალინდელი დღიდან იწყება პეტრე პავლობის მარხვა. რადგანაც სულთმოფენობა როგორც ამაღლება დამოკიდებულია და დაკავშირებულია აღდგომაზე, ასევე ხსენება ყველა წმინდანისა, ანუ ყოველთა წმინდათა კვირა დამოკიდებულია სულთმოფენობაზე. ასევე პეტრე პავლობის მარხვაც დამოკიდებული არის აღდგომაზე და შესაბამისად ან არის ხანმოკლე, ზოგჯერ ორკვირიანი და ზოგჯერ ცოტა მოზრდილი, აი როგორც მაგალითად ამ წელიწადს დაემთხვა. დღეს წავიკითხეთ ძალიან ცნობილი და საყურადღებო სიტყვები სახარებიდან. ჩვენთვის ძალიან კარგად არის ეს განმარტებული, ცნობილი, წაკითხული, მრავალჯერ გაგვიმარტავს, თქვენს კითხულობთ ყოველდღე ამ მონაკვეთებს შეიძლება, მაგრამ კიდევ რო შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან ღრმა არის სახარებისეული ტერმინები და გაგებები. აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი რამე ვიცოდეთ ჩვენ და უნდა ვიცოდეთ კიდეც, მაინც რჩება ბევრი გასამარტი ხშირად. აი დღევანდელი წასაკითხი, წაკითხული უფრო სწორად, ადგილის სახარებიდან არის ესეთი. ვისაცა უნდეს შემოდგომა ჩემდა უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. მაგრამ მანამდე მაცხოვარი ასეთ სიტყვებს ამბობს. უკე თუ კაცს უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არჩემდა ღირს. და უკე თუ გიყვარდეს ძე, ანუ ასული, უფრო ის ჩემსა, არა არჩემდა ღირს. აი უკვე შემდგომ ამ სიტყვებისა ამბობს და უკე თუ არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, არა არჩემდა ღირს და გრძელდება სახარების თხრობა. რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ შენი ახლობლები და ოჯახის წევრები არ უნდა გიყვარდეს. პირიქით, პავლე მოციქული ამბობს, რომ ვისაც თავისი ახლობლები არ უყვარს და არ უვლის მათ, წარმართზე უარესია. ეს ის სხვას კი არ უნდა მიხედო პირველ რიგში, არამედ შენი ოჯახის წევრებს უნდა მიხედო. მაგრამ აქ რას ვხვდები ჩვენ? რომ უკე თუ ჩემზე მეტად უყვარდეს მამაი, ანუ დედაი, არ არჩემდა ღირს. საუბარი არის იმაზე მხოლოდ და მხოლოდ, რომ როდესაც ადამიანს მიზანი ცხოვრების აქვს არა ღმერთი, არამედ შვილი. ასული იქნება თუ ძე, მნიშვნელობა არ აქვს. დედა ან მამა, ან კიდე სხვა. აი, როდესაც შენი ცხოვრების მიზანი ღმერთის ნაცვალია ეს არ არის სწორი და ღირსნი არა ვართ ღვთისა მაშინ. სწორი იერარქიულობა უნდა ჩამოვაყალიბოთ ფასეულობების. რა არის პირველ რიგში და რა არის მეორადი? მეორედი რა არის? თუ ეს ადამიანმა ვერ განაწესა, ვერ დაალაგა, მაცხოვრის სიტყვის სამებრ არ არის ჩემდა ღირს, ანუ ღმერთის ღირსნი არა ვარ ჩვენ. თუ კი ასე ცხოვრობთ, როგორც ჩვენ გგონია რომ მართალია და სწორი. მაგრამ ამაზე არ მინდოდა დღევანდელ დღეს მესაუბრა. ერთი მომენტია ამ სახარებაში, რომელიც ალბათ უფრო ღრმა განმარტებას საჭიროებს. მაცხოვარი ამბობს, უკე თუ არა აღიღოს კაცმან ჯვარი თვისი, ჯვარი ამ შემთხვევაში ტვირთი და შემომიდგეს მე, ჩემი ღირსი არ არის. შედგომა ქრისტესადმი. თვითონ ტერმინი შედგომილობა თითქოს არაფერს არ
წარმოსახავს და წარმოადგენს. ჩვეულებრივი სიტყვაა. ჯვარი უნდა აიღო, ანუ ტვირთი შენი ცხოვრებისა, რაც მოგცა ღმერთმა, ის უნდა აიღო და შეუდგე ღმერთს. გასაგებია ყველაფერი თითქოს არაფერი განსამარტი არ, მაგრამ თვითონ სიტყვა შედგომილობა ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსს მოიცავს. რა ქმედება შედგომილობა? რა ზმნა არის ეს? რა მიმართულებით სვლა არის? შედგომილობა არის ისეთი მოძრაობა, როდესაც ადამიანი დაუშვათ ადამიანს თუ შედგომილია. აქ ღმერთის შედგომაზეა საუბარი, მაგრამ ჯერ ავიღოთ აი ყოფითი მაგალითი, რომ გასაგები იყოს და მე გადავიტანოთ ეს ყოველივე ღმერთზე. ესე იგი, რა მოძრაობაა შედგომილობა? შედგომილობა არის ისეთი მოძრაობა, როდესაც ადამიანი წინ მიდის და მიყვები შენ უკან. ანუ უკნიდან ზურგს რო უყურებ მისას. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ როგორც მეგობრები პარალელურად რომ მიდიან სადღაც. ანუ მას ხო არ თქვა, რომ აიღე ჯვარი და ჩემ გვერდით დადექი და ერთად ვიაროთ. ეს რამე არ უთქვამს. შედგომილობაზეა საუბარი, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს. ან მეორე, ესე იგი, არ უთქვამს, რომ გვერდ ვიაროთ. მაინც და მაინც შედგომილობაზე არის საუბარი. ეხლა მეორე მოძრაობა ავიღოთ. ესე პარალელური არა. საპირისპირო მოძრაობა. ესე იგი, საპირისპირო რა მოძრაობაა? როდესაც ადამიანი მიდის და ვიღაცა მის პირის სახეს ხედავს, ანუ შეხვედრითი როცა არის ეს მოძრაობა. არც ეს უთქვამს ღმერთს. აი მე მივდივარ და შენი ჯვარი აიღე და პირის სახე დაინახე ჩემი, ანუ შემხვდი მე. არც ეს უთქვამს. მაინც და მაინც შემომიდექ მე. ანუ მეგობრული პარალელური სვლა არ არის. არც საპირისპირო სვლა არ არის აქ აღნიშნული. აღნიშნულია შემოდგომა, შედგომა. რატო? ესე იგი, ისეთი მდგომარეობა, ისეთი სიარული, როდესაც შენ ხედავ ვიღაცის ზურგს და არა პირის სახეს, ან გვერდით ამ მხარეს. ალბათ თქვენ გახსენდებათ, თუ ბიბლიას ვკითხულობთ ჩვენ, უკვე მიმანიშნებელია ეს სიტყვები რაღაცაზე. ეს არის მოსეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ეპიზოდი. აი შეგახსენებთ. ესე იგი, დავიმახსოვროთ რა, რომ შედგომილი ადამიანი, ამ შემთხვევაში ღმერთისადმი შედგომილი, ვერ ხედავს ვერც მის გვერდს და ვერც მის პირის სახეს. არამედ ზურგს ხედავდეს უნდა. აი ამასთან დაკავშირებით ყურადღება და განმარტება მოგცა წმინდა გრიგოლ ნოსელმა. ეს არის უდიდესი მჭვრეტელი მაქსიმე ამსარებლის მიერ, ეს მეოთხე საუკუნის მოძღვარი, წოდებულია როგორც გრიგოლ დიდი. მეღას ბერძნულში ასია. იმდენად დიდი იყო და ნამდვილად ძალიან დიდი ღვთისმეტყველია ეს. მეოთხე საუკუნეში ალბათ არა, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესთაგანი. მეორე მსოფლიო კრების მიერ აღიარებულია როგორც სვეტი მართლმადიდებლობისა. მსოფლიო კრების მიერ აღიარებულია. აი გრიგოლ ნოსელს მრავალ შრომათა შორის აქვს ესეთი შრომა, ძალიან ვრცელი მოცულობით, მოსეს ცხოვრება. და დეტალურად აქვს აღწერილი თითოეული ნაბიჯი მოსესი, რაც გაიარა მან ცხოვრების განმავლობაში. და ერთი ეპიზოდი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ სახში რომ მიბრძანდებით, 33 თავი არის გამოსვლათა წიგნისა. ანუ, როდესაც გამოყავს ებრაელები მოსეს ტყვეობიდან, ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყავს. მოსეს და ეს
ეპიზოდი, რომელიც დღეს უნდა ვახსენოთ, ნიშანდობლივია აი ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც გამოიყვანა მოსემ ეს ებრაელები, რამოდენიმე ხანში, როდესაც ჯული მისცა, 10 მცნება ყველაფერი, მოსეს თხოვს ღმერთს ასეთ რამეს. გამომიცხადე დიდებაი შენი. გამომიცხადე დიდებაი შენი ნიშნავს შენ მაჩვენე შენი თავი. ვინახარ მე გელაპარაკები სულ, მაგრამ შენი პირის სახე მე არ მინახავს. გამომიცხადე დიდებაი შენი. და ღმერთი პასუხს ასეც ეუბნება. არ არის კაცი, რომელმაც იხილოს პირის სახეი ჩემი და ცხონდეს. თანამედროვე ქართულით არის შეუძლებელია კაცმა ჩემი პირის სახე დაინახოს და გადარჩეს. ანუ ცოცხალი დარჩეს. ცხონდეს არ ნიშნავს სასუფეველში მოხვედრას ამ შემთხვევაში. ცხონება და ცხოვრება ერთი და იგივეა. ანუ შეუძლებელია ადამიანი ხედავდეს ჩემ პირის სახეს და ცოცხალი დარჩეს. მაგრამ გიჩვენებ დიდებასა ჩემსა, როდესაც იდგები კლდესაზე და ეუბნება. ამ კლდეს შორის ნაპრალში გავივლი, ამბობს ღმერთი მოსესადმი. და სანამ ჩავივლი, ჩემი ხელი შენ თვალებზე იქნება მიფარებული. როდესაც ჩავივლი, მხოლოდ ჩემს ზურგს იხილავ შენ და არა პირის სახეს. აი ახლა ეს მომენტი დაკავშირებული იმასთან, რაზედაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ. გრიგორ ნოსელი რას ამბობს? თუ კი შენ ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ხარ, შენ ვერასოდეს ვერ დაინახავ პირის სახეს ღვთისას. რატო ვერ დაინახავ? რა იმალება ღმერთი? ჯერ პირის სახი არ აქვს ღმერთს, მაგრამ პირობითი თქმა არის ეს. გასაგებია ალბათ ყველასთვის ამის განმარტება არ არის საჭირო მე ვფიქრობ. ესე იგი, რატო ზურგი რატო უნდა იხილოს და პირის სახე ვერა, რატო? რატო ვერ გადარჩება ადამიანი? ცოცხალი რატო ვერ დარჩება? თუ კი მის პირის სახეს იხილავს. რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს აქ ამას? პრინციპულობა იმაშია, რომ როდესაც აი ეს სვლა რო აღნიშნეთ ჩვენ თავიდან, როდესაც ადამიანი მოდის საპირისპიროდ და პირის სახეს ხედავს მეორე ადამიანისას, ამას ქვია შეხვედრა და არა შედგომა. აი თუ კი შენ პირის სახეს ხედავ ღვთისას, ეს შედგომა კი არ არის, ეს არის დაპირისპირება ღვთისადმი. ანუ თუ ღმერთი ერთი მიმართულებით მიდის, შენ მეორე მიმართულებით მიდიხარ, იმიტომ რომ ის სახეს ხედავ, პირის სახეს ხედავ. ანუ იმ გზით კი არ მიდიხარ, რა გზითაც ღმერთი მიდის. არამედ შენ მიდიხარ საპირისპირო გზით. ამიტომ ხდება თქვენი სახეები, აი ამას გულისხმობს პირის სახის ღვთის პირის სახის ხილვა. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს პირის სახე გააჩნიან, ზურგი გააჩნიან, ვერდითა ნაწილები. ღმერთი ყველგამყოფია. შეუძლებელია რომელიმე მხარე დავინახოთ მისი. იმიტომ რომ მის არსებაში განიჭრიტება მხოლოდ სულიერი არსება, ისიც განუჭრეტელია ჩვენს მიერ. მაგრამ პირობითობით, ძალიან დიდი პირობითობით ჩვენთვის გასაგებიანით ხო ლაპარაკობს წმინდა წერილი. აი თუ კი შენ პირის სახეს ხედავ, შენ მოძრაობ არა ღმერთის შედგომით, სადაც ღმერთი მიდის, არამედ მის საპირისპიროდ მოძრაობ. და თუ კი ეს ასია, მაშინ ცოცხალი სულიერად შენ არ ახარ. ამიტომ ამბობს ღმერთი მოსესადმი, შეუძლებელია კაცმან იხილოს პირის სახეი ჩემი და ცოცხალი დარჩეს. და რამდენი ადამიანი ჩვენგანი
ასე პირის სახეს ხედავს ღვთისას. გონია რომ დავინახე პირის სახე, მაგრამ ეს პირის სახე არის კერპი ჩემში აღმოცენებული. ხან ძე, ხან ასული, ხან სახლი, ხან სიმდიდრე. მე მგონია რომ ღმერთი დავინახე, ღმერთმი შევიცანი მე. ამ დროს თუ კი მე პირს ღვთისას ვხედავ, მოწინააღმდეგე მოძრაობაში ვიმყოფები მე. აი ყველაზე სწორი მიმართულება არის ღმერთის შედგომილობა. ამიტომაც გაამახვილა ყურადღება მაცხოვარმა ჯვართან დაკავშირებით, რომ უკეთო ვინმეს უნდა შემოდგომა ჩემდა. გვერდზე ყოფნა კი არა და შეხვედრა ჩემთან კი არა. შემოდგომა ჩემდა. უკან უნდა იყო, ზურგს უნდა ხედავდე ღვთისას. იმიტომ რომ ის არის გამკვალავი გზისას შენი ცხოვრების. მაგრამ ადამიანებს ხო ეს არ გვჭირდება ჩვენ. მე ხო ვიცი რაც უნდა ვაკეთო, მე ხო გაკვალული გზა მაქვს ისედაც. მე ხო ძალიან ჭკვიანი ვარ, კაცო. და ყველა, თითქმის ყველა ხედავს პირის სახეს ღვთისას და ეს პირის სახე ღმერთის სახე კი არ არის. საპირისპირო ჩამოყალიბებული კერპი შენში. და ამიტომაც ღმერთმა თქვა, ესეთი კაცი ვერ იცოცხლებს. სულიერი გაგებით ვერ იცოცხლებს. ანუ კი ცოცხლობს, მაგრამ შინაგანად არის დანგრეული. აი სწორი გზით რომ იარო და ჯვარი რო იტვირთო შენი. აუცილებლად უნდა ხედავდე ღმერთის ზურგს. იმიტომ რომ მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიყვები შენ იმ მოძღვარს, იმ გზაზე, რაც უკვე გაკვალულია მის მიერ. და როდესაც შენ ამას არ იღებ, როდესაც შენ იგონებ შენ გზებს, ან გვერდით სიარული ღვთისა, ან პირის სახის ხილვა მისი, ყოველთვის ხარ სულიერად მკვდარი. იმიტომ რომ, როგორც თქვა თავად, შეუძლებელია ჩემი პირის სახეს ხილვა და ცხონება, ანუ გადარჩენა. აი თითქოს არაფერი. ერთი სიტყვა შედგომილობა ღვთისადმი. და როგორი მნიშვნელოვანია ეს. და როგორი ღრმა განმარტება, როგორი ჭკუა ქონდა წმინდა მოძღვრებს. ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის. ამას მე ახლა რომ დავჯდე და მთელი ცხოვრება რომ ვიფიქრო, მაინც ვერ მოვიფიქრებ ამას. ამ დროს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ახალგაზრდა კაცი, ალბათ ჩემი ტოლი იქნებოდა ამას რო წერდა. შეიძლება ცოტა უფროსი. ისეთ სიღრმეებდე ჩადის კაცი, რომ ბიბლიის ერთ სიტყვას წმინდა წერილის ახალ აღთქმაში რაც არის, მოიცავს მთელ ბიბლიას შეიძლება. და პარალელებს, ანუ იმდენად იცოდა წმინდა წერილი, რომ დააკავშირა ეს ჯვრის აღება და შედგომა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთან, მოსესთან. და როგორი განმარტება მოგვაწოდა. ეს ხო არა ამ ქვეყნიური განმარტებებია. ვერც ერთ ფილოსოფოსთან ამას ვერ წაიკითხავთ თქვენ. ვერც ერთი, ხო არიან ჭკვიანები, ძალიან ღრმა ფილოსოფოსები არ, ვერც ერთთან ვერ ერთად აღებულები არ არიან ამ ერთი წმინდა მოძღვრის ფასი შეიძლება ვთქვათ. იმიტომ რომ ამ წმინდა მოძღვრებს, აი ყოველთა წმინდათა კვირაა დღეს და წმინდანებს ვიხსენებ ჩვენ. აი ამ მოძღვრებს გარდა იმ დიდი და უდიდესი განათლებისა, რაც მიიღეს თავის დროზე, ჰქონდათ ღვთისმსულიერი ჭვრეტა. იმიტომ რომ ამ ჭვრეტის გარეშე ჭკუა არ აშველის ადამიანს. მარტო ჭკუა მიგიყვანს აი იმ სიკვდილამდე, რასაც მოსეს შემთხვევაში ეუბნება ღმერთი. პირის სახეს ხედავ შენ, საპირისპიროდ მოძრაობ. შენი ჭკუით, ფულით, თანამდებობით, დიდების მოყვარე მნიშვნელობა არ აქვს. რას გააღმერთებ, ეს ყველაფერი არის პირის სახის ხილვა. ოღონდ არა იმ ღმერთისა, რომელიც ცოცხალია.
არამედ შენი გამოგონილი ღმერთის. იმიტომ რომ საპირისპიროდ მოძრაობ ჭეშმარიტი ღმერთის ცნების და მაგიტო. აი ესენი რო არ იყვნენ ასეთები ეს წმინდა მოძღვრები, შედგობილები ღვთის ზურგს, ამიტომ ჩადიოდნენ ამ სიღრმემდე. ამაზე დიდი ღვთისმეტყველება მსოფლიოს არ გააჩნია, რაც ბასილი დიდმა გააკეთა, რასაც გრიგოლ ნოსელი წერდა და რასაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ქადაგებდა. ოქროპირი და მაქსიმე და უამრავია ასეთი. ერთ-ერთი გამორჩეული სვეტი ნამდვილად იყო წმინდა გრიგოლ ნოსელი. აი ესეთი ერთი სიტყვის განმარტება, სადღაც ორ გვერდზე გაიტანა ადამიანმა. ჩვენთვის თვითონ ცნობილი და 1000-ჯერ წაკითხული და განმარტებული მოვლენა. ღმერთმა მოგცეს უნარი იმისა, რომ ყოველთვის ცხოვრების განმავლობაში ღვთის ზურგს ხედავდეთ ჩვენ და არა პირის სახეს მისას, რაც არის განწირულობა სიკვდილისადმი. ჯვარი გეწეროთ, დაგდოსოთ ღმერთმა.